გამარჯობა, თქვენ უყურებთ Wellness Podcast-ს. მე ვარ თაკო ბასილია. დღეს ჩემი სტუმარი არის ხათუნა თავდგირიძე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე, როგორ გავაღვიძოთ ჩვენი ქალური საწყისი. ის არის კულტურის ანთროპოლოგი და მითოლოგი, ასევე მუშაობს საკუთარი არქეტიპული სისტემით, პიროვნული და ცნობიერების განვითარებას. გამარჯობა ხათუნა. გამარჯობა. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს პოდკასტში. ნახოთ, მე მგონი სასარგებლო ვიქნებით ქალებისთვის. დარწმუნებული ვარ და მე ძალიან მაინტერესებს ეს თემები. როგორც ქალს. კი, და პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ ეგ საწყისი რა არის საერთოდ, რომ მე უკვე რაც უნდა გავაღვიძოთ, ჯერ უნდა ვიცოდეთ რა არის გასაღვიძებელი. რა თქმა უნდა. ხო, რა სტრუქტურა აქვს, რა საწყისი აქვს. დავიწყოთ. კი ბატონო. რა არის ზოგადად ქალური საწყისი, რასაც ეძახიან ფემინური საწყისი? გვინდა თუ არ გვინდა, მატერიაში რო შემოვდივართ, სქესი გვაქვს. სულ სქესი არა აქვს, მაგრამ როცა უკვე მატერიალიზება ხდება ჩვენი არსის, ჩვენი არსების, უკვე მან ხდება დიფერენციაცია და პოლარობებიდან ერთ-ერთი ფუნდამენტური პოლარობა, ეს არის სწორედ სქესის დიფერენციაცია. განსაზღვრულია სამყაროში აი ეს სქესის სპეციფიკა და მთელი ჰარმონიზირება სამყაროსთან არის სწორედ აი ამ სქესის კანონებში ჰარმონიულად ყოფნა. რას ნიშნავს ამ ხო ჰარმონიულად? ანუ რა ფუნქცია აქვს ფემინურს, ქალურ საწყისს და რა ფუნქცია აქვს მამაკაცურ საწყისს? ანუ მასკულინურს. მასკულინურ საწყისს, კი ბატონო. სამყარო შეიქმნა თუ არა, იმითავითვე განისაზღვრა, რომ ცა არის მამრი და მიწა არის მდედრი. რომ გადავიტანოთ ენერგეტიკის დონეზე, იმიტომ რომ ამას პირდაპირ მივყავართ ქალურ ენერგიებამდე, ხო? მამაკაცის ელემენტი სამყაროსეული, ეს არის ცეცხლი და ჰაერი. ცეცხლი პასუხისმგებელია მართვაზე, ძალაუფლებაზე, აქტიობაზე, ექსპრესიულია, გამავრცელებელი, გარეგანი, ანუ აქტიური მოქმედება. იმპულსურიც ალბათ, ხო? კი ბატონო. და ჰაერის უკვე მანდ შემოდის ჰაერში არის უფრო მეტად თუ ცეცხლში არის უფრო მეტად. ეს კიდე სხვა თემა. ქალს რაც შეეხება, ქალი არის წყალი და მიწა, ერთსა და იმავე დროულად. ეს არის ორი მონაცემი ქალური. უფრო მეტად წყლის სტიქიისკენ არის თუ თავისი მდგომარეობით, მოცემულობით თუ მიწის. ეს ერთი და იგივეა, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი სვანური ტერმინი დეცეშკი, რაც ნიშნავს მიწა წყალში. და თამსოფლიოში არის ეს არქეტიპი, earth diver, ასევე მიწის მყინთავი, სწორედ მიწიდან უნდა წყლიდან, წყლის სიღრმიდან უნდა ამოიტანონ ეს მიწა და ვედურ ბრაჰმანულ ლიტერატურაში პირდაპირ ეს არის დედამიწის ქალღმერთი. ეხლა ეს რას გვეუბნება? ეს იმას გვეუბნება, რომ ჩვენ თუ ვართ ქალი, ჩვენ უნდა ვიყოთ შესაბამის ენერგიაში. ხოდა შორის კიდევ ერთ დავამატებ, აღმოსავლურ კულტურაში არის ყველაზე უკეთესად გამოხატული ქალური ენერგია და ეს არის დამატებითი ელემენტი ხე, რომელიც აიქ ჩვენ თქვათ ინდოევროპულში არ გვაქვს ეს ელემენტი ხე, რომელიც არის ფესვებით გადგმული მიწაში და კენწერო აქვს უკვე ზეცაში მიბჯენილი. ეხლა განვითარებითაც ქალი სხვა გზას გადის აბსოლუტურად, მამაკაცი სხვა გზას გადის. ის რომ ქალი არის მიწა და წყალი, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალური ენერგია პასუხისმგებელია მატერიაზე, დოულადზე, ნაყოფიერებაზე, ყოველგვარ სიუხვეზე, რაც კი სამყაროშია. ამიტომ ქალს ვაძლევთ რა ჩვენ ამის საშუალებას, რომ ის თავის ენერგეტიკულ საწყისში იყოს. რა თქმა უნდა, სხვა ამის უფლებას არ გვაძლევს, ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ ამ საწყისში, მაგრამ თუ გარემო არის მძიმე და არის ბევრი, თქვათ, გარე ფაქტორები, ჩვენ თვითონ უნდა მოვახერხოთ ამ გარემოში, ჩვენ საწყის არ დავშორდეთ. ანუ ქალები, ჩვენ გულისხმობთ ქალებში ამ შემთხვევაში, ხო. ეხლა პასიურია ქალის ენერგია, მამაკაცის აქტიურია. ეხლა წარმოიდგინეთ პლუს მინუსი, ეს არის ჩვეულებრივი ფიზიკის კანონი, ხო? და თუ ქალი ცდილობს რომ იყოს აქტიური, ის უკვე გადადის მასკულანურ, ანუ მამაკაცურ ენერგიაში და როცა ჩვენ გვინდა მამაკაცთან ურთიერთობა და ის არის მასკულანური,
წარმოიშვება კონფლიქტი, ხო? პლუს ორი პლუსი გამოდის. რა თქმა უნდა და თავისთავად ცხადია, რომ იქ ვერ შედგება ყველანაირი სრულფასოვანი კავშირი. შეიძლება ჩაგეკითხოთ. აი, რას გულისხმობთ აქტიურ ენერგიაში? ხო. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან რომ მნიშვნელოვანი. ხო, განვარტოთ. აი, არასწორად რომ არასწორად არ გავიგოთ, კი. გავიგოთ, ხო. აი, რატომღაც დღეს გონიათ, რომ აი ქალი თუ არ არის რაღაცა ანუ ქალის სიძლიერე გარედან არ გამოიხატება. თუ ქალი შეეცდება, რომ გარეგნულად გამოხატოს თავისი ძალა, ანუ გარეთ როგორც მაშინ ის ემსგავსება უკვე მამაკაცურ საწყისში გადადის. ეხლა რა არის ქალის პასიური ძალა? ეს არის ენერგია თავიდან ბოლომდე. ეს არის შინაგანი ძალა. ხშირად ქალებს შუა საუკუნეებში იმიტომაც წვავდნენ კოცონზე, რომ ეს იყო რაღაცა დაუმარცხებელი ენერგია, უდიდესი, ხთონური, სპირიტუალური, მატერიის, დედამიწის ბირთვისეული ძალა, წყლის ძალაც იმავდროულად, ქაოსური ძალაც, ანუ პირველ მატერია. მამაკაცის ენერგია არის აბსოლუტუმის ენერგია, ანუ non-being სიცარიელე რაც არის. სავსე სისავსე, სიცარიელი სისავსე. ქალი არის პირიქით მატერიაში გამოვლენილი. ეხლა ეს პასიური ენერგია რას ნიშნავს? იმას კი არ ნიშნავს, რომ ის პასიურია. ის იმას ნიშნავს, რომ ის ზემოქმედებს უხილავად. ქალის ზემოქმედება იმაზე 1000 გზის ძლიერია, ვიდრე საერთოდ წარმოუდგენია ვინმეს. ეს არის აი რაღაც ცოტა სხვა ტერმინი რო გამოვიყენო, მაგიური ძალა, მაგიური ზემოქმედება. არ ჩანს ეს ზემოქმედება და მამაკაცის ყველაფერი ჩანს ქმედებაში. ამიტომ ქალი უმჯობესია, უფრო რესურსულია, ну, თუ როცა რესურსულია, როცა ის გაჩერებულია და ის აი ამ დუმილით თავისი შინაგანი ქალური სიბრძნით, ამ განვითარების ამ მდგომარეობაში უნდა შევიდეს, მას შეუძლია მართოს საერთოდ სამყარო. ხო ცნობილი გამოთქმა, ყველა ძლიერი მამაკაცის უკან ძლიერი წარმატებული მამაკაცის უკან ძლიერი ქალი დგას. ეხლა ეს რას ნიშნავს? ეს გადმოვიტანოთ ჩვენს მასში დღევანდელობაში, ხო? ლიდერი ქალები, თქვათ კომპანიის ფუძემდებლები, კი ბატონო. უბრალოდ საქმე რაშია ეხლა? ქალმა ამ პროცესში მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეს, ხო? მთელი საუკუნეების განმავლობაში მატრიარქატის მერე კაცებმა რევანში მოუწყვეს ქალებს და მოკლედ წავიდა ამ ქალური საწყისის და საერთოდ ქალური უფლებების მაქსიმალური რეპრესია, ხო? კი. ეხლა მეორე უკიდურესობაში გადავდივართ და დროა რომ ბალანსი დავიჭიროთ რა. მართვა, მენეჯმენტი, ძალაუფლება გარეგნულად გამოხატული, ეს არის ცალსახად მამაკაცის. ამ დროს მამაკაცი ემსგავსება მამაკაცი ამ დროს არის თავის საწყისში, აბსოლუტუმის შემოქმედი ღმერთის საწყისში არის. ამიტომ არის მამაკაცის ხელსაქმე, რაღაცის მიჭედება, აშენება, არქიტექტურა, ანუ სპეციფიკური პროფესიები არის, რომელიც შეესაბამება დემიურგის, ანუ სამყაროს შემოქმედის ენერგიას. ამის საპირისპიროდ ქალი ვინ არის, ნახეთ? ქალის ხელსაქმეები ეს არის რიტუალური და ხელს ქსოვა, კარგვა, აი ამ ხელსაქმეებს, როცა ასწავლიდნენ ქალს უძველესი პერიოდიდან. ამით დღეს რო აი თქვათ ეს შეიძლება რაღაცა ისე იყოს აღქმული, რომ აი მე რატო ვიჯდე და ეს რატო ვაკეთო დღეს ხა სხვა დროა. იცი რა, ეს ძალიან რიტუალურია, ბედის მჭედელია ქალი. ათენა, რომელიც არის უდიდესი ხა ქალღმერთი, ხო, არქეტიპულად სტრატეგიული მოაზროვნე, მებრძოლი, ის არის ხელოვნების ქალღმერთი, მქსოველია ის. რატო? იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა კულტურაში ქალი არის მქსოველი. ის ქსოვს ბედის წერას, ის ანუ ფორტუნა მის ხელშია. ბედის წერის ქალღმერთები დროს ქსოვენ, დროს სივრცეს ქსოვენ. მოდი არქეტიპულად წავალე ხა უფრო გასაგები რო იყოს. წავიდეთ და მე მეც ჩაგეკითხავით. კი, როცა გინდა ჩამეკითხე. როცა სამყარო სტრუქტურირება ხდება, მამაკაცი აქ შემოდის როგორც ჰაერის სივრცე, მაგრამ ეს არის ბნელი სივრცე და ბნელ სივრცეს სჭირდება განათება, რომ გახდეს საცხოვრისად
და ადამიანებისთვის ვარგისი. და ამ დროს ქალი შემოდის როგორც სხივი და ხდება ბნელი სივრცის გასხივოსნება. ეს არის უნივერსალური არქეტიპული მოცემულობა. ანუ ქალის გარეშე მამაკაცი ვერ გასხივოსნდება. ამიტომ ეს ცალ-ცალკე ჩვენ ვერც ქალს განვიხილავთ და ვერც კაცს ვერ განვიხილავთ. მთავარია რომ ისინი იყვნენ თავიანთ შესაბამის ენერგიაში. ქალი არ იყოს ჭარბად მასკულანურ ენერგიაში, კაცი არ იყოს ჭარბად ფემინურ ენერგიაში. მე გადავიდეთ ანიმა და ანიმუსის დაბალანსებაზე. აი ახლა ლიდერი ქალების ამბავზე რო ვთქვათ, ხო? ნახეთ მაშინ როგორ არის ბერძნულ არქეტიპულ სისტემაში, ხა შინოდა არის ამ სისტემის ავტორი და ეს არის რეპრესირებული ღმერთების და ქალღმერთების, ტრამვირებული ღმერთების და ქალღმერთების სისტემა რეალურად. და სხვა კულტურებიდან უნდა მოვიტანოთ ანალოგიები, რომ ეს შევავსოთ ახლა ეს სისტემა. ბერმას ათენა და არტემიდე არიან ორივე მებრძოლები, ხო? არქეტიპული ქალები, რომლებიც დღევანდელ თანამედროვე ქალებს განასახიერებენ უფრო მეტად ჭარბი მასკულანური ენერგიით, აქტიურობით, კი ბატონო. მაგრამ ნახეთ, რას ვხედავთ, ორივე რჩება იზოლირებული, ქალწულებად რჩებიან. ეს ქალწულე იმას არ ნიშნავს პირდაპირ ბუკ, ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან იზოლირებულები, მათ არ აქვთ ქალური ბედნიერება. აი ხა მოდი ეგვიპტური პარალელი გავაკეთოთ, არსებობს არაჩვეულებრივი არქეტიპი სატეტი, სოტისი, რომელიც არც მთვარეა, ან სუფთა ფემინური, არც მზეა, სუფთა მამაკაცური ენერგია, ის არის ვარსკვლავი. სირიუსის ვარსკვლავის ენერგია. ეს რას ნიშნავს? მას აქვს მშულდისარი არტემიდესავით. ის არის მეომარი ქალღმერთი ათენასავით, მაგრამ იმავდროულად მას ხელში უჭირავს 400. ანუ ის არის არქეტიპულად თასების დედოფალი, ანუ წყლის დედოფალი. ის არ კარგავს თავის ფემინურობას. ანუ უჭირავს ეს 400 ამას ნიშნავს? 4 არის სულყოფილების რიცხვი არის. გასაგები 4-იანი. ხო, ყველაფერს 4-ობითად ალაგებენ ისინი. ანუ აქ თასია, წყლით სავსე თასია მნიშვნელოვანი. ანუ ერთის მხრივ მშვილდის არის, მებრძოლი, ის ტახტზე უზის გვერდით ხნომს, ანუ თავის დიდ მეფეს და მეორეს მხრივ მას ქალურობის ნიშნად ის ასევე არის თასების მფლობელი. ამას ჩვენ ვერ ხედავთ ათენასთან და არტემიდესთან. ამიტომ მათ არ აქვთ ქალური ბედნიერება. დღეს ჩვენ ეგვჭირდება ზუსტად, რომ აი ძალიან ესე ბეწვის ხიდზე სასიარულოა ეგ ამბავი, რომ არ გადავიდეთ ძალიან მასკულანურ ენერგიაში და ზედმეტად პრინცესულები არ დავრჩეთ. ხო, ну საქართველოში სპეციფიურად განვითარდა ეს სიტუაცია, თუ შემიძლია ქართულ ხო, აი ქართულ რეალობას მინდა ის მოვარგოთ, რომ შეიძლება ახლა მაყურებელმა ესე გაიგოს, რომ ქალმა უნდა ქსოვოს, კარგოს და კაცი უნდა იყოს მარტივად. მესმის. ანუ აი რომ მოვარგოთ თანამედროვე, თქვათ, ცხოვრებას და თან კონკრეტულად საქართველოს. შეიძლება ვთქვათ მაგალითები მოვიყვანოთ, რომ ქალმა თუ გადაწყვიტა იყოს, თქვათ, მენეჯმენტში. ჩვენ ვილაპარაკეთ კადრის მიღმა, რომ აი ხო შეიძლება რომ მართოს ფემინური ენერგიებით. რა თქმა უნდა. აი ეს რო გავშალოთ და ჩვენ იმას არ გულისხმობთ, რომ მენეჯმენტში საერთოდ არ უნდა წავიდეს. არა, არავითარ შემთხვევაში. ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც ქალური ენერგია უნდა გამოყენებული იყოს როგორც რბილი მართვის ფორმა. ის რასაც ვერ ხედავს მამაკაცი, იმას ხედავს ქალი. და გრძნობს. ქალი უფრო, ხო, მეტად. სხვა ენერგეტიკულად, სხვა გამოტარობით, აი ინტუიცია ხო ქალის არის, ხო? არაცნობიერი ქალის არის. და თუ კი ვთქვათ მამაკაცი იქ გადაწყვეტს რაღაცას გონებით, სადღაც გონება უკვე აღარ მუშაობს, რაღაც გადაწყვეტილების მიღების დროს, აი მენეჯმენტში როცა ქალი მოდის, მას ორივე უნდა კონდეს განვითარებული და ამიტომ მე ვიტყოდი პრინციპში თუ ასე შევხედავთ ქალი მენეჯმენტში უფრო სასარგებლოა. რომ ქალური ენერგია შემოაქვს. ხო, არის კიდე მეორე სცენარი, რომ შეიძლება რომ აი ლიდერად თავი იყოს მამაკაცი.
აი ყველაზე идеალური ეს არის, როდესაც დაცულია სამყაროს კანონიც არის დაცული, ანუ სქესის სპეციფიკაც არის დაცული და ქალური თვითონ ის მენეჯმენტის ამბავიც უფრო კარგად იმუშავებს ჩემი აზრით და არც ის ქალი დაზარალდება. იმიტომ რომ ქალი ხშირად პირად ცხოვრებას კარგავს, როდესაც შედის მართლობაში და აი ამ ცხოვრებაში. მისი ქალის არჩევანია, რატომაც არა. თუ ქალს უნდა იყოს ლიდერი, უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერი, ბიზნეს ლიდერი, ეს ქალის არჩევანია თვითონ, ხო? უბრალოდ იცოდეს რომ კი ბატონო, უბრალოდ ქალმა უნდა იცოდეს რომ ამ დროს მსხვერპლად მიაქვს მაინც თავისი ქალურობა და თავისი პირადი ცხოვრება. აი რას ნიშნავს მსხვერპლად მიაქვს, თქვა აი სად მიაქვს მსხვერპლად, რო ვისაუბროთ? ეს უბრალოდ აი ეზოთერია არის უკვე, ხო? არ არის ეზოთერია. რეალურ ცხოვრებაში ვლაპარაკობ. არა, ეს არის ჩვეულებრივი გადანაწილება. ანუ შენ ყურადღება კონცენტრირებულია უკვე საქმისკენ და სადაც არის კონცენტრირებული ენერგია, ყურადღება, მთელი რესურსი გადადის იქ და იქ ფემინურობას უკვე წერავ. რა თქმა უნდა, ქალური ენერგია, რომელიც არის ნაყოფიერება, სიუხვე, ქალური ბედნიერება თუნდაც, ხო? ამას აკლდება, აუცილებლად აკლდება. ეხლა გამონაკლისები ალბათ არსებობს. არ არსებობს გამონაკლისები, ამიტომ გითხარი, არჩევანია თქო. იმას არავინ არ ამბობს, რომ არ ვიყო ლიდერი, მაგრამ უნდა ვიცოდე, რომ მე რო ლიდერი ვიქნები, იქ ჩემს პირად ცხოვრებაში ეს აუცილებლად აისახება. აი თამარ მეფეზე რო ვთქვათ სიტყვაზე გამახსენდა. არ იყო ბედნიერი თამარ მეფე. ხო, პირად ცხოვრებაში არ იყო ბედნიერი, როგორც დედა იყო, ანუ. კი, მაგრამ იმის თქვა მინდა, ანუ მაინც იმას არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები მოდის. თამარ ჯანმრთელობის ისტორიულად ცნობილია, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ხო? ანუ ინგრევა არ არის ქალი სტრუქტურულად არ არის მოწყობილი მისი სხეული იმისთვის, რომ იყოს სულ აქტიური, სულ მართლობაში. თუ უნდა იცოდეს ამას რა ახლავს თან და უკვე თავად გადაწყვეტს ამას ქალი. ამიტომ იდეალური სქემა არის, როდესაც თავი, კომპანიის თავი, პოლიტიკის თავი ზემოთ არის მამაკაცი, მაგრამ მის უკან მამაკაცები კი აღარ დგანან. პირველი მრჩეველი, ენერგეტიკულად გამაძლებელი აუცილებლად ქალი უნდა იდგეს. ეს არის იდეალური. იცი რა, მე საკმაოდ ვთვლი, რომ ძლიერი ქალი ვარ. ჩემი ცხოვრება მაქვს რეალიზებული, რაღაც პერიოდებში უფრო მასკულანური წამოვწიე, ანუ გონება წამოვწიე და ეხლა პირიქით მივხვდი, რომ ძალიან დავაზარალე ჩემი ქალურობა. და ეხა მიყავს უფრო ბალანსისკენ. საბოლოო ჯამში არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ. რა თქმა უნდა. ხო, რა არის ფასად ესე გამოდის? კი, ესე არ არის, რომ ესეც მინდა, ისეც მინდა. არჩევანს ანუ ორივეს ვერ მიიღებ? გამორიცხულია, გამონაკლისებიც არ არის? არ არის, არანაირი გამონაკლისი არ არსებობს. სამყარომ განსაზღვრა ქალის სქესის სპეციფიკა, განსაზღვრა მამაკაცის სპეციფიკა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალი სამზარეულოში. ეს საერთოდ ამას არ ნიშნავს. არა, მაგრამ ჩვენ ვახსენეთ, რომ აი ლიდერი უნდა იყოს კაცი და მის უკან უნდა იდგეს ქალი და ეხლა ხო ხვდებით ამას თანამედროვე სამყაროში როგორი გამოხმაურება აქვს, ანუ მიუღებელია ეს ინფორმაცია. ის და სინამდვილეში რა ხდება? ის ლიდერი, ვინც თავში დგას. ეხლა ეს შეიძლება ეხლა რასაც ვიტყვი მამაკაც არ მოეწონოს. რეალურად ის მას გონია რომ თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ მასზე ძალიან დიდი ზემოქმედებას ახდენს მის უკან მდგარი იმ ქალის ენერგია. ამიტომ არ ვიცი, მე მგონია რომ კაცი მაშინ არის ძლიერი, როცა საკუთარ თავში ამ ფემინურ ენერგიასაც ხსნის. იმიტომ რომ ხო არის ეს ინი და იანი, ხო? რაღაც ჩვენ ორივე გვაქვს, კაცსაც ორივე ენერგია აქვს და ეს ინტუიცია ზუსტად რაზეც ვისაუბრეთ, კაც თუ ეს გახსნილი აქვს. ალბათ ძლიერია მაგ შემთხვევაში ბევრად და მოქნილი, ვიდრე მარტო მხოლოდ აუცილებლად ენერგიაში როცა არის. ჩვენ რომ მოვდივარ და სქესის რო განსაზღვრულია, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ჩვენი განვითარების გზა, ტრანსფორმაციის გზა ის არის, რომ საბოლოო ჯამში მივიდეთ თვითობამდე, იუნგის ენაზე რო ვთქვათ, ანუ ინდივიდუაციამდე. ჩვენი თუ ქალი ვართ, ჩვენი შინაგანი ანიმუსი
შევხვდეთ, ვინტეგრირდეთ, ხოლო თუ მამაკაცია, თავის ანიმას შეხვდეს. ნახეთ, არ არსებობს ანუ ბოდიში კაცი შეხვდეს ქალურ ენერგიას და თავის ქალი საკუთარ შეხვდეს თავში. საკუთარ კაცის ენერგიას. ხო, ამის გარეშე ვერ მიდიხარ განვითარებამდე, უბრალოდ ვერ მიდიხარ. აი, თითქოს გამთლიანებამდე, ხო, თვითკმარობამდე ვერ კი, ეს არის თვითობა ეს არის გამთლიანება. მთელი მიზანი ჩვენი აქ მოსulis, ჩვენი სულის ევოლუციის, ჩვენი ცნობიერების და პიროვნული განვითარების ის არის ზუსტად რომ ჩვენი ანიმა და ჩვენი ანიმუსი ინტეგრირდეს. ფროიდთან არის ეროსი და თანატოსი, ხო? სიცოცხლე, ეროსი, სიყვარული და სიკვდილი განადგურება თანატოსი. ესეც არის დაახლოებით იგივე, რომ აი ბალანსში უნდა იყოს სიცოცხლის და სიყვარულის ენერგია, მაგრამ თუ ის ჭარბია, უკვე გადადის უკვე ძალიან იმ დამაზიანებელ სინაზეში გადადის, მაგრამ თუ დამანგრეველი თანატოსი ძალიან ჭარბობს, პირიქით უკვე დესტრუქციაში გადადის. აი ეს ბალანსები, პოლარობების ბალანსები არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში ჩვენ მივდივართ მაინც ანუ ეს გამთლიანების მიზანი არის ანდროგინია. ანუ როდესაც ანიმუსი მთლიანდება და როგორც მოვედით, ჩვენი სულის მდგომარეობა არის ანდროგინიური, ყველა უზენაესი ღმერთი შემოქმედი არის ანდროგინიური, მე ხდება ამის დიფერენციაცია. ჩვენც გავდივართ ზუსტად ანალოგიურად ამ გზას. მაგრამ ამაში ვინ გვეხმარება? ქალს ეხმარება მამაკაცი, მამაკაცს ეხმარება ქალი. აი არ არსებობს გამორიცხულია განვითარების ძალიან დიდ ეტაპზე ხსნა მოდის საპირისპირო სქესისაგან. ახლა დააკვირდით, როგორ არის არქეტიპულად დაალაგებული მინოტავროსი, ანუ აი ეს დაამარცხოს ურჩხული მას თეზევს ჭირდება აუცილებლად არიადნეს გორგალი, ხო? აუცილებლად ჭირდება მედიას ძალა, რომ დაამარცხოს იასონმა ხარები, ასევე ურჩხულები, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ ანიმას ჭირდება აი იმ გმირების ხსნა, რომ ისინი გამოვიდნენ მამის წიაღიდან, ხო? არიადნე თხოვს რომ ცოლად მომიყვანე, რომ გაიყვანოს, მე იქ დიონისესთან რჩება, მაგრამ უნდა გაიყვანოს მამის სამეფოდან. ასევე მედია უნდა გაიყვანონ მამის სამეფოდან, ხო? ამიტომ ეს ხსნა არის ორმხრივი. ქალს რის ეშინია? ძალიან საინტერესოა ქალის სამი მდგომარეობა, რომელიც აფროდიტესთან ძალიან კარგად ჩანს. აფროდიტეს ყავს სამი მამაკაცი. მთავარი მამაკაცი. ეს არის პირველი, ვისაც ცოლად მიყვება, ყველაზე ისეთი მახინჯი ღმერთი, კოჭლი, სტრესი, დასტრესილი მშობლებისგან გადაგდებული მილიონჯერ ოლიმპოდან და მოკლედ და ეს არის ჰეფესტო. მეორე ეს არის არესი, ომის ღმერთი, მასკულანი და ყველაზე მამაკაცური და მესამე ეს არის ჰერმესი, ყველაზე თავისუფალი და ტრიქსტერული და ისეთი თავის ალქიმიური ღმერთი. ეხლა ნახეთ ქალის მდგომარეობა 3. ქალის ყველაზე დიდი შიში, ლამაზი ქალის შიში არის რომ ის არასრულფასოვნების კომპლექსი. ქალს ძალიან ღრმად არაცნობიერში სულ ეშინია, რომ არ არის საკამარისად ლამაზი. რაც უფრო ლამაზია ქალი, მით უფრო მეტია ამის შიში. და აფროდიტე ვის მიყვება ცოლად? არა ჰერმეს, არა არეს, არამედ მიყვება ყველაზე უფრო ესეთი თქვათ მახინჯ სტრესირებულ ღმერთს. გარანტირებულად აქვს სიცოცხლის ბოლომდე სტაბილურად, რომ ამ კაცისთვის ყოველთვის ჭარბი იქნება. არესი ჭირდება, ამას ცოტა სხვანაირი ინტერპრეტაციას უკეთებენ, რომ თქვათ შინოდა გვეუბნება, რომ ეს თქვათ შეეცოდა? არა, უფრო კარგი სწორი წყვილია და ის შემოქმედია და ეს არის აფროდიტეს შიშია ეს. წესით ჰეფესტოს ხო პრინცესა მოწონს უფრო, პრინცესას უფრო. არა, ბოდი ჰეფესტოს კი არა, შავმაქს მოწონს პრინცესა. ხო. სხვა მოდელია. აი ურთიერთობის მოდელებსაც გადავიდეთ. კი, აუცილებლად. კი, ძალიან საინტერესოა. კი, რომ ეს გაგვიადვილებს. და მოდი ეს კიდე გავაგრძელოთ აფროდიტას და კი, აუცილებლად ეს არესის საინტერესო. ხო, ანუ გარანტირებულად სტაბილურ მდგომარეობას ირჩევს, რომ ის დაბერდება, აღარ იქნება საკმარისად ლამაზი. ანუ ეს ამის გარანტიას აძლევს მხოლოდ ჰეფესტო.
მაგრამ მას ჭირდება ასევე მუდმივად დაბუსტვა ანუ ჯერ არ არის იმ მდგომარეობაში რომ თვითკმარი იყოს ხო და ჭირდება გარედან იმის მტკიცებულება რომ ის მაგარი ქალია. ამისთვის მას ყავს არესი, მასკულანი, სულ ომის ღმერთი და მას ეს რომ არესი მას ეტრბის, მას მის ქალურობას ბუსტავს ბოლომდე. ხო? მაგრამ უკვე თვითკმარი აფროდიტე, ალქიმიური აფროდიტე, რომელიც არის უკვე თვითდაჯერებული თვითკმარი. ის უკვე შედის ურთიერთობაში ჰერმესთან, რომელიც არის აბსოლუტურად თავისუფალი ღმერთი და უმორჩილებელი, ამას ვერ იტყვი წადი აქ მოდი, ახლა ჩემთან მოდი, ახლა იქ წადი. ანუ გაშვება უკვე აფროდიტე და ორივე არიან ერთმანეთის საპირწონე. და ვინ იბადება მათი შვილი, ვინ არის ჰერმაფროდიტი. ანუ ორსქესოვანი არსება. ეხლა ეს მეტაფორა რას ნიშნავს? ან მიახლოება ანდროგინიასთან, როდესაც შენ უკვე შენს თავში გაამთლიანე ანიმა და ანიმუსი. ორივე. ხო. ეს არის განვითარების გზა. აი ანალოგიურად არის ურთიერთობაში, ქალის და კაცის ურთიერთობაში ეტაპები და ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ჩვენ ცნობიერების რა მდგომარეობაში ვართ და რა მდგომარეობაშიც ვართ ცნობიერებაში, ისეთი ურთიერთობები გვაქვს და ამას აქვს თავისი ეტაპები. თუ გინდა გადავიდეთ. გადავიდეთ, ძალიან საინტერესო. მაგრამ ბოდიში აი ეს ლამაზი ქალი რაღაცა გამორჩეულად ესე ახსენე. და სხვათა შორის არ მომწონს ხოლმე, აი ეხა რეალურად ხო ესე არის ლამაზი ქალი და ვთქვათ ნაკლებად ლამაზი. მაგრამ აი მაინც რაღაც ამ თანამედროვეობაში არ მომწონს ხოლმე ეს ეპითეტი აი ამ დონეზე, რომ ესე ვაყენებთ ლამაზ ქალს იმდენად მე მოქმედებს ეს ყველაფერი მართლა თინეიჯერებზე და ზოგადად შეფასებაზე და გარეგნობაზე აი ამხელა კონცენტრაცია. და აი ცოტა მაწუხებს ხოლმე ეს ფაქტი მე თვითონ. იცი რა არის შრომაა ყველაფერი. სილამაზე არ არის თუნდაც გარეგნული, თუნდაც სულიერი სილამაზე, ეს არის შრომის ნაყოფი. მარტივი არ არის რომ იყო მოწესრიგებული, დისციპლინირებული, უზარმაზარი შრომა უნდა ჩადოს ქალმა იმაში, რომ ეს ყველაფერი კონდეს. ისევე როგორც სულიერ განვითარებაში და სულიერ სილამაზეში უნდა ჩადოს უზარმაზარი შრომა, აი ამ ტრანსფორმაციებში, ისე გარეგნულ ფორმებშიც უნდა ჩადოს უზარმაზარი შრომა. თუ არ ჩადებ ამ შრომას, არც ვერც მიიღებ ამ სუბიექტურია, სილამაზე არის სუბიექტური აღქმა, ხო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სტანდარტები არის უბრალოდ ძალიან თავსმოხვეული და სტანდარტები არის თავსმოხვეული და აი საერთოდ და აი ამიტომ გავუსვი ხაზი, რომ ისე არ გამოგვივიდეს, რომ რაღაც ლამაზ ქალს თქვათ ვეძახით რაღაც კონკრეტულს, მაგალითად არავითარ შემთხვევაში აფროდიტა ეს მეტაფორა, არქეტიპია. იმიტომ რომ აფროდიტა პრინციპში შინაგანად არის ისეთი რესურსული და ლამაზი და ძლიერი, რომ შემოდის თავის ენერგეტიკით მართლა ალამაზებს ხვებსაც, ხო? როცა ვამბობ ლამაზი, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიდებს. ჩემთვის არ არსებობს ფიზიკური სილამაზე, სულიერი სილამაზის გარეშე. გამორიცხულია და კიდევ არის ერთი უნივერსალური კანონი და დააკვირდით, როდესაც ქალი შედის ასაკში, ის ემსგავსება თავის სულიერ მდგომარეობას. როცა ლამაზია ქალი, ის შიგნიდან ასხივებს. ანუ სულის სილამაზე გამოდის უჯრედულ დონეზე, ახდენს აბსოლუტურ ტრანსფორმაციას. არ არსებობს რაღაცა ეტაპიდან, როცა სული მიჯაჭულია მატერიაზე, მერკანტილურია ქალი, მტაცებელია თავისი ბუნებით, ზედაპირულია, ის ძალიან მალე ჩამოიშლება. აი ამის ქალს ნამდვილად უნდა ეშინოდეს. აი ამ როდესაც კარგავს თავის სულიერებას. კი. იმიტომ რომ ეს დროებითია და წლებთან ერთად ძალიან აისახება გარეგნობაზე ჩვენი სულიერი მდგომარეობა. გეთანხმებით. და ქალის ახალგაზრდობის და სილამაზის საიდუმლო არის ზუსტად აი ეს შინაგანი სისუფთავე. ენერგეტიკული სისუფთავე პირველ რიგში. ჩემთვის ლამაზი ქალი არის ენერგეტიკულად სტაბილური, სუფთა, სულიერად განვითარებული ქალი. როცა ვამბობ ლამაზი ქალი, აი ამ ხელს დაზუსტება მომიწია აუდიტორიისთვის. რა თქმა უნდა, არ ნიშნავს გარეგნულ სილამაზეს.
არავითარ შემთხვევაში. ეს თუ არ არის ერთად, კი, ანუ ეს იმიტომ მოგვიწია თან დაზუსტება, რომ მართლა დღევანდელი ტრენდები მსოფლიოსი არის მხოლოდ ამ რაღაც სტანდარტზე, რომ ესეთი ტუჩი, ესეთი ცხვირი, ესეთი გარეგნობა და აქედან გამომდინარე მე მართლა ზიანდებიან თინეიჯერები და აი ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ჩემი პოდკასტიდან ესე დაგვეკონკრეტებინა და რაღაცას არ გულისხმობ ჩვენ ლამაზ ქალში, რომ სიმეტრიული სახე კონდეს და პატარა ცხვირიან ასე შემდეგ და მადლობა ამისთვის, ხო? ხო, კი. ეს ცნობიერების და პიროვნული განვითარების გზა არის ზუსტად აი ეს გზა. არის ისეთი ფორმულები, რომ ქალს ძალიან დიდხანს შეუძლია გაიხანგრძლივოს კაცს და ქალს, თავისი ჯანმრთელობა, ახალგაზრდობა, მარადიული ახალგაზრდობა საერთოდ არ არის საშიში, არც ნაოჭი და ახსენე ენერგეტიკული სისუფთავე. აი რას გულისხმობ ამაში? თუ ამ თემაზე გადავიდეთ, თუ ჯერ სხვა რამეს ხო არ გინდა და სხვა რამეს. ენერგეტიკული სისუფთავე. ქალმა ძალიან დიდი პატივი უნდა სცეს პირველ რიგში საკუთარ თავს. ენერგეტიკული სისუფთავე. ჩვენ გვაქვს ყველას ჩვენი ენერგია, ხო, როგორც კაცს, ისე ქალს. ჩვენი რაღაც აურა გვაქვს, ხო? და არ უნდა შემოვიყვანოთ ხელშესახები გავხადოთ აი ეს ჩვენი სხეული, სულიერება, ღორებს მარგალიტი არ უნდა დავუყაროთ, ხო? მაგრამ ეს ჩვენგან მოდის თვითონ. ვიყოთ უნდა ჰარმონიაში, ჩვენ საკუთარ სქესის სპეციფიკასთან და გარე სამყაროსთან. სამყაროს კანონების შესაბამისობაში უნდა ვიყოთ. ყველა ჩვენი დამაზიანებელი ქცევა, მტაცებლობა, მერკანტილურობა, სიხარბე, მატერიაზე მიჯაჭვულობა, მამაკაცებთან გამორჩენის მიზნით ურთიერთობა, ბილწსიტყვაობა, ძალიან არ მიყვარს ქალისგან ბილწსიტყვაობა, აზიანებს ჩვენს ენერგეტიკას. არასწორი და კაცის ბილწსიტყვაობა ჩაგეკითხები აქვე. ანუ ეგრე არ აზიანებს კაცს, როგორც ქალს. ზოგადად ბილწსიტყვაობა ორივეს აზიანებს. აი, ეგ მინდოდა რომ მომესმინა. მეც მგონია რომ ორივეს დააზიანებს. ხო, სიხშირე ეს არის ძალიან დაბალ სიხშირეზე ვარდება და ქალისთვის ეს საერთოდ კატასტროფა. მაგრამ ორივესთვის. ორივესთვის აუცილებლად. კი. ჭორაობა, სხვისი განსჯა. მოდი გადავიდეთ ახლა ქალის მთავარ გამოწვევებზე, ხო? ურთიერთობებში. მთავარ გამოწვევებზე გადავიდეთ ქალის ცხოვრებაში? მოდი განვითარების ეტაპები, ურთიერთობები, ხო? ქალის და კაცის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. რა ეტაპებისგან შედგება? კი ბატონო, ძალიან საინტერესოა. კი. ეს პირდაპირ მიბმულია ქალის განვითარებაზე და კაცის განვითარებაზე. არ ხდება ისე, რომ ჩვენ როცა ხვდებით ჩვენს პარტნიორს თანაბრად ვართ, ყოველთვის რომელიმე მხარე უფრო ამოწეულია, მე შეიძლება მეორე მხარე ამოიწიოს, მე გათანაბრდეს. ეს ევოლუციის პრინციპია, ეს იმიტომ ხდება, რომ ერთმა მეორე ამოწიოს. თუ თანაბრად არიან, მაშინ არც ერთი არ განვითარდება, ხო? ეხა მითოლოგიური არქეტიპებში ეს როგორ არის იცით? არის მოდელები, თქვათ, აი ხა ეგუტურ მაგალითებს მოვიტან. პირველი წყვილი ეს არის ჰაერის ღმერთი, სივრცის ღმერთი შუ და მისი გამასხივოსნებელი ტეფნუტი. ეს არის პირველი დაძმა, ინცესტუალური დაძმა, ნუ ეს ღმერთებში ჩვეულებრივი ამბავია. ისინი არიან პირველი twin flame-ური წყვილი, მაგრამ განვითარებით არიან საწყისოვან მდგომარეობაში. რას ნიშნავს twin flame-ური წყვილი? შენი ნამდვილი მეორე ნახევარი, ტყუპის ალისული ქვია ამას, ხო? იმიტომ რომ სული აღიქმება როგორც ცეცხლი და ნაპერწკალი. რაღაც soulmates რო ეძახიან, ხო? კი, soulmate. სულიერი, ხო? ხო, soulmate კიდე სულიერ ტყუპის ცალი, ეს შეიძლება იყოს მეგობარიც და twin flame არის უშუალოდ სქესის მეორე სქესი შენი პარტნიორი რაც არის რა, ნამდვილი მეორე ნახევარი.
და მე როცა გადიხარ განვითარების გზას, იქ ხვდები კარმულ პარტნიორებს, რასაც ვეძახით. ეხლა გვინდა ეს პირდაპირ გავიგოთ, გვინდა მეტაფორულად გავიგოთ ეს ტერმინები, ხო, ვისაც თქვათ და ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს, ხო? გინდ მეტაფორებად, გინდ პირდაპირ ეზოთერიულად. პირველი წყვილი ეს არის სარკისებური ურთიერთობა. ანუ შენი პარტნიორი განახებს სარკისებურად შენს თავს. იქ რო რაღაცა გათრიგერებს რაღაცა ამოგივარდა, ეს რა თქმა უნდა, შენი სარკეა და შენ გირეკლავს. არის შემოbrunებული სარკის მდგომარეობაც, ანუ პირიქით ხდება ამ დროს. შენათრიგერებს ხვას? არა, რაც გაკლია პირიქით იმას ხედავ ამ სარკეში, დეფიციტს ხედავ ისედავ ამ სარკეში. ამ დროს როგორ მუშაობთ? ქალს არ ჭირდება საერთოდ ბევრი ლაპარაკი. მამაკაცთან თუ ქალი ძლიერია ენერგეტიკულად, ის მუშაობს თავის თავში, თავის ცვლილებებში და ვიბრაციულად მას რო ქალს როცა ეცვლება სიხშირე, ეს პირდაპირ აირეკლება იმ სარკეში. მამაკაცში. ის მომენტალურად იცვლება. თუ ვერ იცვლება და არ აქვს იმის რესურსი, რომ შეიცვალოს, ის გადის მისი ველიდან უბრალოდ და ქალი მზად უნდა იყოს ამისთვის. როცა ვიცვლებით, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. მიგატოვებს თუ შენ მიდიხარ? ან ერთი ან მეორე. არასწორი სიტყვა. მიტოვება არასწორი სიტყვა. კარგი, მაშინ ესე წავა. ველიდან გადის. ხო, მაგრამ აი თქვათ იცინე, მოდი გეტყვით, სხვანაირად ვუყურებ მაგამბავს რა. მე ვარ თქვათ რაღაც მდგომარეობაში, ხო? და მე მაქვს ჩემი სიხშირე, ჩემი ვიბრაცია. ჩემს ველში ვერ შემოდის არაშესაბამისი ადამიანები. მეგობრებიც, მამაკაცებიც, ნებისმიერი, ხო? და თქვათ შემოვიდა უკვე ჩემი შესაბამისი, მაგრამ მე რო უკვე განვითარდი კი წავედი, თუ ისინი ვერ მოდიან, ხო? ისინი ვერ უძლებენ ჩემს სიხშირეს, ჩემს ვიბრაციას და კი არ მტოვებენ. მე მიტოვებული კი არა ვარ. უბრალოდ მათი ადგილი აღარ არის ჩემს. ხო, მაგრამ აი რა ხდება ცხოვრებისეულად რო აღვიქვათ? ეხლა მე კი ხვდები, რასაც საუბრობთ, მაგრამ აი ცხოვრებისეულად ქრება ეს ადამიანები ჩემი ცხოვრებიდან. მე არ მტკივა. სინანული არის. ჩემთვის არ არის მტკივნეული, სინანული არის, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ის ადამიანი აღარ შემესაბამება ენერგეტიკულად და საერთო არაფერი აღარ მაქვს, ხონდა გავუშვა რა ვებღაუჭოთ უნდა მთელი ცხოვრება? რა თქმა უნდა. ეს არის მიჯაჭულობის ფორმა. მეგობრებზე წავედი ახლა აი ხშირ შემთხვევაში გადიან მეგობრები და ახალი მეგობრები შემოდიან. ვინც ვერ მოყვება განვითარებაში. უბრალოდ ჩვენთან საქართველოში ესე არის ზოგადად, რომ ბავშვობის მეგობრები რაც უფრო მეტი ყავს და რაც უფრო ცხოვრების ბოლომდე, მით უფრო სოციალურად კარგ ტიპად ითვლები, ასე ვთქვათ. აი, მე არ მესმის ეს ტერმინები. კი, მაგრამ არ მესმის. ბავშვობის, ხო. ეგ ტრენდები და ეგ ტიპები, აი, არ ვიცი რა. ხო, ძალიან, ანუ ქართული რაღაც კულტურული თვისებებია. მე ჩემი ცხოვრებიდან გავიტანე ეგ სიტუაციები, ეგ დამოკიდებულებები ძალიან დიდი ხნის წინ. ხო, ხტები, შეფასება ხდება მაგით, რომ აი მაგას არც ერთი ბავშვობის მეგობარი აღარ დარჩა. ვინც ამას უწევს ანგარიშს, ეს უკვე გარემოშია და მის პრობლემა არის მისი ცხოვრების არჩევანი და მისი წესია. ხო, რის მიხედვით ცხოვრობ შენ სხვა რა სიტყვის თუ შენ რასაც თვლი საჭიროდ და როგორც მიგაჩნია, კი. ხო, ხო. და აი დავუბრუნდეთ ხო ამ ველიდან თქვათ გადის ადამიანი თუ შენ ძალიან წინ წახვედი თქვათ ვერ გეწევა, იმიტომ რომ პოტენციალი არ ყოფნის, აი წყოლზე რო ვისაუბროთ. აქ მეორე მომენტი არის, რომ არც ცუდი ხარ, არც ის არის ცუდი. აქ შეფასების გარეშე სხვა სიხშირეზე ვარ. სხვადასხვა ინტერესები გვაქვს. აი მან შემოდის რომ ურთიერთობაშიც არის სამი ტიპის კავშირი, ხო? პირველი თქვათ, ეს არის სხეულებრივი, სუფთა ქიმია და აი პარტნიორს როცა ვხედავთ, რაღაცა გვემართება, სასწაული ქიმია ჰორმონალურ დონეზე და ეს არის სხეულებრივი, მაგრამ ის ძალიან ხანმოკლეა. ხო? ის ქიმია გავა მივიღებთ დავიკმაყოფილებთ აი ამ ჰორმონალურ რაღაც აფეთქებას, fireworks და მე ეს ქრება. ცოტა უფრო ხანგრძლივია, ნუ უფრო მეტად ხანგრძლივი და შეიძლება მთელი ცხოვრებაც გასტანოს პარტნიორთან ურთიერთობამ, თუ ეს არის მენტალური ურთიერთობა, ღირებულებითი ურთიერთობა
იმიტომ რომ აქ არის საერთო ღირებულებები და ამას ხედვა და ამას ერთმანეთში გაცვლა ხდება და კარგად ვართ, ხო? მაგრამ აქ ესეც არ არის მარადიული და მუდმივი. საერთოდ მარადიული არ ვიცი რა არის და რატო უნდა იყოს რაღაცა მარადიული? სული არის მარადიული. ხო, სული მარადულია, რა თქმა უნდა, კი. ღირებულება ხო გვეცვლება ჩვენ, ხო? ჩვენ ხო ვითარდებით. ანუ ის ღირებულებაც იცვლება. და შეხედულებები გვეცვლება. სისტემა, მსოფლმხედველობა გვეცვლება. ღმერთმა დამიფაროს, სულ მთელი ცხოვრება ვიყო ერთ მსოფლმხედველობაზე, ერთ ჭკუაზე ვიყო, ხო? მაგრამ ერთი კითხვა მაქვს, აი მაინც ხო არის რაღაც ფუნდამენტური რამდენიმე ღირებულება, რაც ალბათ არასდროს არ იცვლება. მაგაზე არ ვიძახი მაგ ფუნდამენტურ ღირებულებებზე. შეხედულებებზე ამბობ. ხო, ეს არის ინტერესები. ინტერესებს გულისხმობ, ხო? აი თქვათ მე ვარ ტიპაჟურად შემოქმედებითი ადამიანი ვარ და მეცნიერიც ვარ, მაგრამ იმ მეცნიერებას ჩემთვის შემოქმედებითობა არის ჩართული დიდი დოზით და ეხლა მე არაფერი საერთო არ მექნება რუტინულ ადამიანთან, რომელიც რაღაც ერთი სქემით ცხოვრობს და იმისიკეთ ვერ გადის. მესმის. და ვიღაცისთვის მე ვარ მიუღებელი, იმიტომ რომ მე არაპროგნოზირებადი შეიძლება ვიყო რაღაცა კრეატიულ, სულ მუდმივად რაღაცა ახალი მინდოდეს, ცოცხალი ვიყოს, რაღაც აი ამიტომ ან ღირებულებითი სისტემა ეს არის ჩემს მსოფლმხედველობა, ამას გულისხმობ, ხო? ან თქვათ ჩემთვის ცნობიერების და მუდმივი პიროვნული განვითარება, სულის განვითარება არის თქვათ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რაღაცა სხვა მატერიალური დოვლათის დაგროვება, თქვათ, ხო? ეს ჩემი არჩევანია. და ამიტომ მე ვერ ნახავ ხო საერთოდ ამას გულისხმობ. მაგრამ ესეც არ არის მუდმივი. ესეც არ არის მუდმივი, ხო, უფრო ხანგრძლივია ვიდრე სხეულებრივი, მაგრამ ესეც არ არის მუდმივი, იმიტომ რომ ვიცვლებით ამას ვამბობ. მუდმივი არის ზუსტად სულიერი კავშირი. ამიტომ ჩაგეკითხეთ, მივხვდი რომ მანდ მივდიოდი. ორი სული როცა ხვდება ერთმანეთს და ეს არ არის არანაირი რომანტიკა. ცხოვრების რაღაც პირველ მონაკვეთში ჩვენ ვცხოვრობთ აი ამ იმ ქიმიით, ჰორმონებით, ასევე ვცხოვრობთ და აი ოჯახები უფრო მყარია აი ამ მენტალური და ღირებულებითი, მაგრამ აი ნამდვილი თუ კი მარადიული შეიძლება არსებობდეს, ეს არის ზუსტად სულების კავშირი. და როგორი ურთიერთობა ეს არ ხდება ცხოვრების პირველ ნახევარში. აი რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ეს ხდება ცხოვრების მეორე ნახევარში. რომელია ცხოვრების მეორე ნახევარი? ვისთან როგორ დგება 40-ის მერე? ხო, დაახლოებით მინუს პლუს. ხო, ქალი უფრო ადრე, ალბათ ქალისთვის უფრო ადრეც შეიძლება რომ იყოს. ხო, შეიძლება ეს ეტაპები გავიაროთ ერთ წყვილთან. თუ არა? შეიძლება დიდი ჯახის ფასად, დაშორების და ვინც არის ეს სულები, ისინი ადრევე ხვდებიან ერთმანეთს, შეიძლება მე აღმოვაჩინონ, რომ თურმე მთელი ცხოვრება მეზობლები იყვნენ, ან აი სადღაც იქვე ცხოვრობდა და ვერ არიცნობდნენ, არც შეხვედრიან და მე აღმოვაჩინონ, რომ ეს ლანდშაფტურად, ეს არის ენერგეტიკული სიახლოვე. ხშირად მაშინ ხდებიან, როდესაც უკვე ორივეს ცალ-ცალკე შვილები ყავთ და უკვე მხოლოდ ერთმანეთისთვის ხვდებიან ერთმანეთს და არა შვილიერებისთვის. და შეიძლება ხშირად შვილიც არ ყავდეთ საერთოდ. კი ბატონო, უმეტეს შემთხვევაში ასეა და ეს სიმპტომია ამისი პირდაპირ. ამას უბრალოდ ხვდები რა, რომ შენ სულს ხვდები და ეხლა ვეფხის ყავოსანი არის საოცარი ტექსტი, საოცარი კოსმიური ნაწარმოები, ყველაფერზე არის პასუხები მოცემული და ნუ იქ რა გზას გადის ქალი, კაცი, ორი მოდელია მოცემული. ერთი, თქვათ, ნესტან დარეჯანის და ტარიელის დამანგრეველი მთელი ურთიერთობა და მეორე მხრივ სტაბილური, მოწესრიგებული, გონზე დამყარებული თინათინის და ავთანდილის ურთიერთობა, ხო? მაგრამ რა ხდება ვეფხის ყავოსანში? ეს ორი წყვილი გადაეხლართება ერთმანეთს. იმიტომ რომ იმათ აკლიათ აი ეს გონიერება უსებენ ერთმანეთს და აი ამ გონიერ თინათინს და ავთანდილს აკლია ის რაც აქვს მათ აი ეს
ძალიან ძაფრი ტრანსფორმაციების გზა განვითარება, მოწყენილობა არაბეთში, აი ამდენი გონიერებისაგან. ხო და იქ პირიქით ყველაფერი ინგრევა აი ამ ბევრი ტრანსფორმაციით და ბევრი ცვლილებებით, ხო? და აი ამ ქარცეცხლით და ამიტომ ეს ორი წყვილი ავსებს უკვე ერთმანეთს საბოლოო ჯამში. და მე საბოლოოდ მივდივართ ქორწილამდე. ქორწილიც მეტაფორა არის, როდესაც ხდება საკრალური შეკავშირება. ეს იგი ეს ორი წყვილი ეს ორი მხარე არის, ხო? კი. ხო, არ შემეხედავს ეგრევე საინტერესოა. რა მრავალმხრივი არის ისე ვეფხისტყაოსანი რამდენი რაღაცის დანახვა შეიძლება. და აი ახლა ეს სამი რო ვთქვი, სხეულებრივი, მენტალური და სულების კავშირი საბოლოო უკვე სულ ეს სამივე მთლიანდება რა. ცხოვრების მეორე ნახევარში როცა ჩვენ ხვდებით ჩვენს აი ამ სულიერ მეორე ნახევარს, სამივე შემოდის უკვე. სამივე მთლიანდება. იმიტომ რომ მე ესე წარმომიდგენია, რომ შენ სულიერ პარტნიორთან ქიმიაც გაქვს. რა თქმა უნდა. მენტალური კავშირიც გაქვს და ხო, ყველაფერი ერთად წარმომიდგენია, რომ არის. კი, ხო, ნუ ამისთვის აი ასეთი კავშირები უფრო მაღალ ცნობიერებაში ხდება და ამას მე ვეძახი არქეტიპულად ხორის და ჰათხორის მოდელს. ხო, დავიწყე ეგვიპტური მაგალითით შუდა ტეფნოტ. ეს არის განვითარების პირველი ეტაპი, როდესაც აი ტაროს კარტში რო არის სულელის არქეტიპი, გზის დასაწყისში, ხო? ანუ მაძიებელი. ეს არის მაძიებლის არქეტიპი სულელი, ხო? იმიტომ რომ ცარიელი ცნობიერება, ციცარიელია. მე გადის მთელ აი ამ გზას, აგროვებს აი ამ გამოცდილებას, გადის ყველა იმ არქეტიპს, რომელიც ჩვენ უმაღლეს არკანებში გვაქვს და მივდივართ თვითობამდე, ინდივიდუაციამდე, ანიმანიმუსის გამთლიანებამდე და უკვე ის ჩვენ ხვდებით უკვე ხორის და ჰათხორის მამაკაცი შედის ხორის მდგომარეობაში, ქალი შედის ჰათხორის მდგომარეობაში. ეხლა ეს რას ნიშნავს? ხორი ვინ არის მესამე თვალი? ხო, ცნობიერების მესამე თვალი. ანუ მამაკაცი როცა არის უმაღლეს განვითარებაში, ის არის ხორის მდგომარეობაში, მას გახსნილი აქვს ცნობიერება. და ქალი არის ჰათხორის მდგომარეობაში. ის არის ის, ვინც ინახავს აი ამ ცნობიერებას, მესამე თვალს ინახავს, რომ ჰათხორი სემანტიკურად ნიშნავს ხორის სახლს ნიშნავს. სიტყვასიტყვით ნიშნავს, ჰათხორი ნიშნავს ხორის სახლს. ანუ ცნობიერების შემნახავი. ხო, მცველი. მცველი, შემნახავი თუ სახლი არ ექნება ისიც განიბნევა და დაიკარგება, ხო? ყველაფერს სჭირდება საყრდენი საფუძველი, შენახვა, გაფრთხილება და ამისთვის არსებობს ანიმა, შენივე ანიმა, კაცისთვის, ქალი, რომ ეს შეინახოს. და ქალი არის სახლი მამაკაცისთვის, აი ამ შემნახავი სახლია მამაკაცისთვის. ხო, რა საინტერესოა. ეხლა გამახსენდა, რომ ეხლა ჩაკრების გაცვლაც ესე ხდება. ბოლომდე არ მახსოვს, მაგრამ დასაწყისში მახსოვს, რომ თავარი მულადჰარა ჩაკრა რაც არის, კაცი აძლევს ქალს სტაბილურობას, სტატუსს და მერე ქალის ჩაკრა, მეორე ჩაკრა, ხო? ხო, ქალი აძლევს ზრუნვას და სიყვარულს. ხო? რაღაც და მერე მიდის, მოკლედ ესე გაცვლა ბოლომდე ადის crown ჩაკრამდე. და ძალიან საინტერესოა ეს. ჩაკრებზე რა კი ჩამოვარდა ლაპარაკი? აი, პარალელია, ხო, რეალურად იგივე, ანუ რა სისტემაც არ უნდა მოვისმინო, თქვა და სწავლება, მაინც ყველაფერი მე ერთ, ხო. ცოდნა ერთია. ცოდნა ერთია, ხო. ტერმინები სხვადასხვა, ტექნიკები სხვადასხვა. კი, მაგრამ ერთ ცნობიერებამდე გავდივართ. კი, და ერთ შედეგამდე უნდა მივიდეთ ყველა და ეს არის გამთლიანება. მიზანი არის გამთლიანება და ევოლუცია, სულის ევოლუცია. ანიმა ქალი მამაკაც გაატარებს მთელ ტრანსფორმაციებს. ახლა ქალის ფუნქცია რა არის კიდევ? ძალიან აუცილებლად უნდა ჩაურთოს ტრანსფორმაციები. შეცვალოს მამაკაცი? კი, გამორიცხულია მამაკაცი შეიცვალოს, განვითარდეს ამ ტრანსფორმაციების გარეშე. ანუ უნდა მიაყენოს ბევრი ტკივილი, გაატაროს ანიმას, ეს არის ანიმას შავი ასპექტი, ქალის შავი მთვარე, ეს არის შავი მთვარე. და რომ საბოლოო ჯამში
მე აი პარადოქსულად ქალი არის ხან თეთრი მთვარე, ხან შავი მთვარე. და ეს აუცილებლობა იმისთვის, რომ მამაკაცი გაატაროს ეს ტრანსფორმაციის გზა. მოდი დავკონკრეტდეთ, რას გულისხმობთ ტკივილის მიყენებაში? ანუ აქ შეიძლება მაყურებელმა გაიგოს, რომ უნდა აწვალო, ან უნდა დაშორდე, შეურიგდე და ასე ყველაფერს არ ვიცი ხა რასაც ვლაპარაკობ, არაფერს არ ვლაპარაკობ ბუკვალურად, ყველაფერს ვლაპარაკობ არქეტიპულად. მე მაინც გეძიებით, იმიტომ რომ ვიცი მე მაყურებელს, თქვა აი განსაკუთრებით შორთებს რო უჭრი, მე ამაზე რაღაცა არის ხოლმე გამოხმაურება, ხო, რომ რაღაც ბუკვალურად იგებენ. გააღვიძოს ტრანსფორმაცია ნიშნავს გააღვიძოს. საერთოდ არაფერი არ გააკეთოს, მაგრამ შინაგანად მამაკაც საერთოდ არაფერს აკეთება არ ჭირდება. შინაგანად მამაკაცი ჩაურთოს, ანუ რას გულისხმობ ტრანსფორმაციაში? კი არა, აწვალოს, თვალი გაუხილოს, აი ეს მესამე თვალი ქალმა უნდა ტრანსფორმაცია ძალიან ხშირად ძალიან მტკივნეულია. კი, ტრანსფორმაცია ტრანსფორმაცია, მაგრამ მან არის გამოსავალი. ანუ მოდი განვმარტოთ მაშინ ჯერ ისა რას ნიშნავს ეს ტრანსფორმაცია? ქალი უხდავს ტრანსფორმაციას, ანუ აღვიძებს, ხო? რაც შეიძლება ნაკლები ტკივილით მოახერხოს მამაკაცის გამოგვიძება. აი, ეს არის ყველაზე სწორი ფორმულირება, ხო? მარტო ქალს შეუძლია მამაკაცი იხსნას, დააყენოს გზაზე, გამოაღვიძოს მძაფრი ტკივილის გარეშე, მაგრამ ტკივილის არ უნდა გვეშინოდეს. ტკივილი არის ის, რაც გვაღვიძებს. ქალსაც და კაცსაც. აუცილებლად ეს არის ორმხრივი ცხადია. ეხლა კრიზისები რა არის, ხო? თუ ჩვენ არ ვიღვიძებთ, აი როდის იწყება იქ წვალებას რო ვეძახით და მძაფრ ტკივილებს რო ვეძახით. თუ არ ვიღვიძებთ ჩვენი ნებით, აი იქ გარდაუვალია გამოგვაღვიძებენ. კი, ჩვენ არავინ არ მოგცემს სამყაროში იმის უფლებას, რომ დავრჩეთ განუვითარებლები. იქ შემოდის ან ჯანმრთელობის პრობლემა, ან ჩვენი ძალიან ახლობელი ადამიანების, რომელიც ძალიან გვტკივა და ის გვაღვიძებს. რელიგიურად განსაცდელს, რასაც ვეძახით. კი, განსაცდელს, რასაც ვეძახით რელიგიურად. და თუ ეს არ გვინდა, რომ ძალიან მძაფრი ტკივილების ფონზე წარიმართოს კრიზისები, ძალიან დამანგრეველი იყოს. ეს შეიძლება ფინანსებზე აისახოს, განულდეს საერთოდ, ჩამოგენგრეს მთელი იმპერია, ხო? ყველა სხვადასხვა ადგილას ურტყამს. ვიღაცას პირად ურთიერთობებზე ურტყამს. ვიღაცას ყველგან ურტყამს. ვიღაცას ფინანსებშიც პირად ურთიერთობაში ხშირად ერთად ხდება ყველაფერი და მე ერთად ხდება ამ აღორძინება. ამიტომ თუ მართლა ტრანსფორმირდი. კი, თუ ტრანსფორმირდი. და აი რო წაიქცევი, უნდა შეგეძლოს წამოდგომა. რამდენის ატანაც შეგვიძლია, იმაზე მეც არავინ არ წაგვაქცევს. ხათუნა, მოდი აი დასაწყისში ვახსენეთ ჩვენ ქალის საწყისი და მოდი რომ დავბრუნდეთ, აი ამ თემას რო კარგად დავბრუნდეთ, რა არის ზოგადად ქალის ფუნქცია, ქალის საწყისი? კი, ქალი იბადება კოსმიური დედის ენერგიით. სამყაროში შემოდის კოსმიური დედის ენერგიით. ეს არის იგივე კოსმიური ქალღმერთი. ქალი ერთსა და იმავე დროს მამაკაცისთვის ენერგეტიკულად, ეხლა ბუკვალურად არ გავიგოთ და რაღაცა არ გამოიწვიოს ამან ფსიქოლოგიური ჭრილიდან გაუგებრობა. ქალი მამაკაცისთვის არის კოსმიური დედაც, კოსმიური ცოლიც, კოსმიური დაც, კოსმიური შვილიც და ერთდროულად ურთავს ყველა პროგრამას მამაკაცს. მეორეს მხრივ მამაკაცი ქალისთვის შემოდის სამყაროში როგორც აბსოლუტუმის ენერგია. მე მამაკაცში ვეძებ ამ ენერგიას, აბსოლუტუმის ენერგიას ვეძებ და ქალი ყოველთვის უნდა იცადოს, რომ მამაკაცში გააღვიძოს ეს აბსოლუტუმის ენერგია. აბსოლუტუმის ენერგია უფრო გასაგებად როა. ეს არის შემოქმედებითი ენერგია, ქმნადობის ენერგია, მამაკაცი რო იყოს აბსოლუტურად რესურსული თავის აქტიურობაში, ლიდერობაში, ქმედითუნარიანობაში. აი ამ ქალის მიერ დანახული უნდა იყოს და გაღვიძებული ეს ენერგია. მამაკაც ამას უღვიძებს დედა დასაწყისში
და მე უვითარებს თავისი პარტნიორები და მე მეუღლე თუ კი ამას შეხვდება ეს დედა ბუნებრივად უღვიძებს თუ აი როგორი დედა უნდა იყო რომ ბიჭს გაუღვიძო ეს ენერგია ძალიან ისე თემას მივატეკეთ ხო ახლა ფსიქოლოგიურ თემას და თან აქ ეზოთერიკაც არის ენერგეტიკული მომენტიც ძალიან ხوار გადავდივარ სხვა არა სწორად წავედით და აქ ქალს რა უნდა ახსოვდეს ბიჭისთვის კოსმიური დედა არის ბიოლოგიური დედა და ვერასოდეს ვერც გოგონა და ვერც ვაჟი ვერ გავა კოსმიური დედის ენერგიას ვერ შეერწყმება ბიოლოგიური დედის გვერდის ავლით. ვაჟი დედას რაც არ უნდა ეს დედა იყოს ურჩხულებრივი თავმოყრილი არის დედა თქვათ მართლა სათნოების ხატი მაგრამ არის ურჩხულებრივი დედა ხო ისევე როგორც мама და ამას ისინი თავიანთი მისიას ასრულებენ ყველა არაფერი არ ხდება ხო როგორი მშობლებიც ყავს ისეთი უნდა ყავდეს ის მისიას ასრულებს ყველაზე რთულ მისიას ის სწორედ ესეთი ურჩხულებრივი მშობლები ასრულებენ ჩვენთვის საბოლოო ჯამში პირიქით ყველაზე დიდი მადლიერება როგორც იუდამში ასრულა ქრისტესთვის ყველაზე დიდი როლი ხო აღდგომა ისე არ იქნებოდა იუდას გარეშე ხო მაგრამ ნახეთ რა ხდება ვაჟი მამაკაცი თავის დედას ვერ ხედავს 99% როგორც ურჩხულებრივ დედას ყველა ვაჟი თავის დედაში ხედავს სათნოების ხატს და ეს ასეც უნდა იყოს და ქალს პარტნიორს უნდა ახსოვდეს რომ არასოდეს დაუნგრიოს დედის ხატი ძალიან დიდი შეცდომაა დედამთილთ მებრძოლეობა რა თქმა უნდა ძალიან დიდი შეცდომა ან განაწყო შენი ქმარი და მეორე ნახევარი დედის მიმართ რომ შენ თავს უთხრის ამ დროს ანგრევ შენ თვითონ ანგრევ შენს მომავალს იმიტომ რომც დაგეთანხმოს შენი პარტნიორი მისი არაცნობერი ამას აუცილებლად აპროტესტებს იმიტომ რომ შენ მას უნგრევ მთავარი სათნოების ხატს რამდენი წლისაც არ უნდა იყოს არ აქვს მნიშვნელობა ხო და ქალის სიბრძნე ამაშია რომ საერთო ენა საერთო თუნდაც უბრალოდ ენერგეტიკული კავშირი ხიდი გააბა შენი მეუღლის შენი პარტნიორის დედასთან ეს არის ქალის სიბრძნე იმიტომ რომ შენ მას უნდა ძალიან სწორი გაგები ისეთი არაბუკვალურად შენ ის უნდა გააგრძელო მესმის არაცნობიერად მამაკაცი ყოველთვის ეძებს დედის მსგავს იმიტომ კი არა რომ დედიკო უნდა იმიტომ რომ ის დედა არის იმისთვის სათნოების ხატი და მას ის სათნოების იდეალურ ხატს ეძებს და გოგონა პირიქით ეძებს მამის მსგავს და მისთვისაც მამა არის აი ეს რაღაცა ყველაზე დიდი ესეთი საყრდენი სტაბილურობის ესეთი არ არის ყველა მამა და არც ყველა დედა არ არის ესეთი ხო და ბოლომდე ვებღაუჭებით ჩვენ აი ამ ეს ხატი ესეთი იყოს ხო და როცა ეს არ არის დაზიანებულები ვართ და ასე შემდეგ და მე ამის გასწორება მთელი ამბავია ხო მაგრამ ყველა მაინც არაფერი არ ხდება არა ეს ჩვენ განვითარებისთვის ხდება ხო და აი ეს კრიზისები რომელსაც გავდივართ მშობლები გაგვატარებენ მე პარტნიორები აგრძელებენ ამ მოდელებს ხო აი მანდ ბეწვის ხიდია რა დავაკვირდეთ თუნდა ფსიქოლოგები რას გვეუბნებიან რომ თუ კი ჩვენ ვზიანდებით ურთიერთობებში ხო უნდა გავეცალოთ და მაგრამ მანდ ბეწვის ხიდია გასავლელი თუ ჩვენ მარტო ვეძებთ კომფორტულ გარემოს მაშინ არ ვითარდებით მესმის თუ ძალიან დამაზიანებელ გარემოში ვართ ისევ არ ვითარდებით მარტო ვინგრევით აი ძალიან მყიფია მან ზღვარი სად გადის ხო ძალიან რთულია რომ მიხვდე რეალურად სად იწყება დაზიანება და სად ჭაობდები აი ყველაზე რთული ეგ არის ადამიანისთვის. ხო, რო არ ჩააყვე რაღაც მართლა უბედურებაში და მაგრამ ერთმნიშვნელოვნად რომ აი მე იქ არ არის ჩემი კომფორტის ზონა, იქ მე არ ვარ. მაგრამ ძირითადად ხო იცით რომ მე იგივე ურთიერთობაში შედიხარ, რასაც გაურბი ხარ. ყველა ვარიანტში იგივეს იზიდავ. მაინც ოღონდ სახელი და ეს მან ეხა რა ხდება? კი, ესე არის, ანუ უყურებ რა, ერთსა და იმავე ციკლზე მიდიხარ, ხო? და ეგ როგორ უნდა გააჩერო? ხო.
არ უნდა გაიქცე ურთიერთობიდან, თუ კი იქ რაღაცა არის დასამუშავებელი ბოლომდე. მაქსიმალურად დაასრულე პროცესი. თუ ამ პროცესს არ დაასრულებ, გაიქცევი, ის დაგხვდება ორ ნაბიჯში ისევ. იგივე მოდელი შემოვა. ხო, სხვა ადამიანის სახით. სხვა ადამიანის სახით. ეს ეხება მეგობრობასაც, ეხება განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობას. მე ძალიან გვიან ვისწავლე, რომ არ უნდა გავიქცე უბრალოდ და უნდა დავრჩე. უნდა დავრჩე. ხო, სანამ იქ უნდა წერტილამდე არ მიდიხარ და შეგიძლია რომ გააჯანსაღო ის გარემო. აი მაქსიმუმი შეიტანო. გახსნი, ხო? რა თქმა უნდა, შენ თუ შენ თავში რესურსულად ხარ კოსმიური ქალღმერთი, ხარ ეს არის იგივე კუნდალინის ენერგია გახსნილი, ხარ კოსმიური დედაც, ხარ კოსმიური ქალღმერთიც, აუცილებლად შეძლებ, რომ ურთიერთობა გააჯანსაღო. ეხლა სასწაულები შეიძლება ვერ მოახდინო, მაგრამ სანამ ხარ და ამუშავებ აი ამ რაღაც კონკრეტულ მოდელს, რომ არ დაზიანდე მაინც, მინიმუმ არ დაზიანდე მაინც, ხო? და ანუ რეალურად ქალის ენერგიაზე დგას კაცი. კი, ხო? ცალსახად. ამიტომ არის დავიწყეთ საუბარი, რომ ყველა წარმატებული კაცის უკან, ხო? დგას ქალი. ხო და აი ესეც გამიგია მე და ანუ შენ თუ შენ ქალურ საწყისში ხარ და რესურსში ხარ, ესე იგი შენი მამაკაცი არის აყვავებული, ესე გამოდის. კი, მაგრამ ეხა მე შემოვდივარ კითხვით. აბა მაშინ როგორ ვიწევთ ტრანსფორმაციას მასში? შეიძლება მართლა რაღაც მწვერვალებს აღწევს და ძალიან კომფორტშია და სიუხვეც გაქვთ და სიყვარული და ყველაფერი, მაგრამ ვერ ვითარდებით. აი ამ შემთხვევაში ქალი როცა რესურსშია, აი გრძნობს, როდის გამოიწვიოს ის ტრანსფორმაცია მამაკაცში, რომ შეიცვალოს რეალურად და გაიზარდოს პიროვნულად? თუ ესე იდეალურია ყველაფერი, მაშინ უკვე ის არის ეს ის წყვილია, რომელიც მაგრამ აი ნახეთ, ამ იდეალურობაში ხო შეიძლება ტკბილჭაობში იყო? და აი ძალიან კომფორტში ხარ. ხო? ხო, აი ამას გულისხმობ. აი სად არის მან ზღვარი რომ მიხვდე, იმიტომ რომ სოციალურად შეიძლება იყოს. მან შეიძლება სხვა პრობლემა შემოვიდეს, საერთოდ თქვი ჯანმრთელობის პრობლემა შემოვიდეს, ფინანსური რაღაცა მოულოდნელობა შემოვიდეს. რაღაც ყველა ვარიანტში მოხდება, ხო? რაღაც მოხდება, ხო, თუ არ გვახსოვს ეს სულის განვითარება, ცნობიერების განვითარება თუ არ გვახსოვს, რაღაც უცებ ისეთი ამოვარდება, რომლისთვისაც საერთოდ მზად არ ვარ. ეს არ არის აუცილებელი, რომ ქალმა გააკეთოს. გარემო გააკეთებს ამას და ის ორივესთვის იქნება, ქალისთვისაც და კაცისთვისაც. ქალს ორი მდგომარეობა აქვს, თქო ვახსენე, ხო? ანუ მატერია, მიწის ენერგია და მეორე წყლის ენერგია. თუ ქალი უფრო მეტად წყლის ენერგიისკენ, მაშინ უფრო სულიერი განვითარებისკენ არის მიდრეკილი, მაგრამ ქალი თუ უფრო მიწისკენ არის, მატერიისკენ, მაშინ ის უფრო მეტად მომხვეჭელი და მატერიალისტია. კი, ამიტომ აი მან არის ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის დაჭერა და ხშირად ქალი, ოდესაც აი ეს ნაწილი აქვს უფრო აქტივირებული, დამაზიანებელია მამაკაცისთვის და ის მამაკაცს უბიძგებს სიხარბისკენ. აი ხშირად ცოლი ასრულებს ძალიან დიდ უარყოფით ფუნქციას მამაკაცის განვითარებაში სხვა არასწორი მიმართულებით მიყავს და აქ შემოდის ძალიან კაი ზღაპარია მებადურის ოქროს თევზს რო პოულობს, ხო? და სახლში ყავს ხარბი ცოლი და ნუ აი ვერ კმაყოფილდება და საბოლოო ჯამში მაინც ნოლზე აღმოჩნდებიან, ხო? აი ეს ხარბი ქალი არის ისა ზუსტად ეგ არის, როდესაც ქალი გადახრილია უკვე არასწორად არის განვითარებული ჭარბი ენერგიის პოტენციალშია უკვე ეს მატერიის, ხო? ხო, ვერ დაკმაყოფილდებით ან მატერიალური თუ სულიერი არ გაქვთ დაკმაყოფილებული, მატერიალურით ვერანაირად ვერ შეივსები, სულ ალბათ არ იქნება საკმარისი. ხო, აი ეს თევზი არის ეგ სულიერი ზუსტად ნაწილში წყლის ნაწილით ქალმა უნდა დააბალანსოს თავისი მატერიის ენერგია, მაგრამ ის აუცილებელია.
მატერია. რა თქმა უნდა. პირდაპირ აისახება მამაკაცის მდგომარეობაზე შენს ქალს როგორ ექცევი. გამახსენდა ჩაკრებზე კიდე არის, რომ მამაკაცი მერე საჩუქრებს გჩუქნის. რაღაც ესე იყო, ესე მიდის ჩაკრები, ხო? ქალს როცა გოგონა შედის მოციფულობის ასაკში და ეს ციკლი ეწყება, ხო? ყველაზე სწორი არის, რომ ეს იზეიმოს ოჯახმა და ის რომ ჩვენს დამახინჯებულად გავიგეთ ჩვენ უძველესი რიტუალი, ამ დროს ქალი გაყავდათ წმინდა ადგილას გაყავდათ, სამრელოები ერქვა ამას, ქოხში გაყავდათ და განსაკუთრებულ სულიერ მდგომარეობაში იყვნენ და სულიერ პრაქტიკებში იყვნენ და რეპროდუქციულობა და კი, საშვილოსნოსთან კავშირის აღდგენა, ხო? ატანორის ქურას ვეძახი ამას ალქიმიურ ქურას, სადაც როგორც ქალს შეუძლია ბიოლოგიურად დაბადოს ცოცხალი არსება საშვილოსნოდან, ისე რესურსული, გაღვიძებული, გამთბარი საშვილოსნო, სადაც მოდელირებს, ბადებს ახალ რეალობას. ამიტომ ქალი უნდა იყოს პირდაპირ კავშირში, განსაკუთრებით მეორე ჩაკრა უნდა ქონდეს ძალიან განვითარებული. კრეატიულობის რაც არის, ხო? ხო, ქალური შესაქმის ადგილი ქვია ამას, ქალური შესაქმის ადგილი. ესე იგი, ეს არის საშვილოსნო, ცოტა ქვემოთ. მენჯები შემოდის, საკვერცხეები შემოდის, აქ მთელი რეპროდუქციული ის გარემო შემოდის. პირველი და სიმპტომატურადაც თქვათ თუ ქალს აწუხებს საკვერცხეები ან შარდის ბუშტის რაღაცა პრობლემები, სიმპტომი არის რომ ქალური პრობლემებია. ხო, ან მენჯების დაძაბულობა, ფეხის ტკივილი, აქედან ხო ეს პირდაპირ სიმპტომია რომ ქალური ნაწილი არის რაღაცა რეპრესირებული და სხეულიც რომ იმახსოვრებს გველაპარაკება ყოველთვის. ძალიან ესეთი უძველესი დროიდან არის ამის პრაქტიკები. ეხა ეგვიპტეში რო ვიყავი, პირდაპირ ვეძებდი აი ამ პრაქტიკების სიმბოლოს, კონკრეტულ სიმბოლოს, კი და დენდერას ტაძარში, სადაც არის უშუალოდ ყველაზე დიდი ქალური პრაქტიკების და ქალური საწყისის ტაძარი, ჰათჰორის ტაძარი. პირდაპირ მივადექი იმ პატარა სენაკს, პატარა ოთახს, სადაც მთლიანად მარტო ეს პრაქტიკები ტარდებოდა და მე ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ, სადაც ეს ადგილი მაქვს. მნიშვნელობა და რიტუალი იყო და მნიშვნელობა. სხვათა შორის კიდე ერთი საინტერესო დეტალი არის, რომ დენდერა ეს არის ჰათჰორის ტაძარი, უშუალოდ სადაც ქალური პრაქტიკები და ინიციაციები ხდებოდა, მაგრამ როცა შედიხარ აი ამ ტაძარში, შესასვლელში პატარა აი პირდაპირ რო შედიხარ, გამოსახულია მამაკაცი ძუძუებით. ანუ თუ ანუ ეს რას ნიშნავს ახლა? ანიმუსის გამთლიანება. ანუ შენ ქალთან შედიხარ, ქალის ტაძარში შედიხარ, რომ შენი ანიმას შეხვდე და ინტეგრირდე. გასაგებია. და კარებში იმიტომ არის ეს მამაკაცი მკერდით ქალური ნიშნებით გამოსახული. რამღალა საიდუმლოს ინახავს ეგვიპტე. ხავარს, მე მგონი. კი, ძალიან დიდ მთელი რიტუალები პირდაპირ კედლებზე არის გამოსახული და აი ესე კონკრეტულად ვეძებდი ყველაფერს და ესე საინტერესო. მივედი ყველა დეტალამდე. ქალის ტიპებზე ორი ტიპი შეიძლება, ქალის ორი ტიპი კიდე უფრო თქვათ გავმიჯნოთ. ერთი რომელ მოდელშია თქვათ ქალი, ხო? და როგორ აღწევს თავისი განვითარების მაქსიმუმს. თითოეულს აქვს თავისი განვითარების ორი სხვადასხვა გზა. ერთი არის მოკვდავის ტიპის ქალი, ფსიქია, რომელიც ღმერთკაცის ხელში აღწევს განხრთობას. ანუ მას მერე ეძლევა ეს პეპლის ფრთები და მარადიული სიცოცხლე. და მეორეს მხრივ არის ქალღმერთი, ანუ რომელიც იბადება უკვე აი ამ შაქტიანული ენერგიით, ისისის კოსმიური დედის და კოსმიური ქალღმერთის ენერგიით და ეს არის მოცემულობა. ჩვენ თავს უნდა დავუკვირდეთ, რომელი მოდელია ჩვენი.
და იმ მოდელით ვითარდებით შესაბამისად. თუ ჩვენ ვიბადებით შაქტიანული ენერგიით, ანუ ის ანუ კოსმიურ დედის და კოსმიურ ქალღმერთის ენერგიით, მაშინ ჩვენს განვითარების უფრო სხვა გზას გავდივართ. ჩვენი ფუნქცია არის, რომ მაქსიმალურად ბევრი ტრანსფორმაცია გავატაროთ მამაკაცს, ჩავურთოთ, განვკურნოთ ჰილინგი, მთელი ფართო გაგებით ძალიან, მაგრამ თუ მეორე მოდელში ვართ, მაშინ პირიქით ჩვენ გვჭირდება მამაკაცი, ღმერთკაცი გვჭირდება მაშინ ამ შემთხვევაში, რომელიც პირიქით ჩვენს განვითარებაში უფრო დიდ წვლილს შეიტანს. ხო, მოკლედ ან შენ შეგაქვს განვითარება, ან მამაკაც შემოაქვს შენში, ხო? კი, მაგრამ არსობრივად მაინც და შეიძლება რომ ორივე იყოს? ერთში? საბოლოო ჯამში მაგეთკენ მივდივართ, იმიტომ რომ ის ფსიქია ხდება ქალღმერთი. ხო, შეიძლება ანუ მეუღლესაც შემოქონდეს ან პარტნიორს შენ ცხოვრებაში ცვლილება და შენ შეგქონდეს. შეიძლება. ანუ ნახე როგორი რაღაც არის რამდენიმე მოდელი ურთიერთობის მანდ. ორი მოკვდავის, ორივე მხარე რომ მოკვდავია, არქეტიპულად ვლაპარაკობ რა ეს. უფრო მეტად ისინი ევოლუციას არ გადიან ფაქტიურად რა, ისვენებენ. სასასვენებლად არიან მოსული დედამიწას. გავიგე. მეორე ტრანსფორმაციას არ განიცდიან. ხო, და კი, ცხოვრობენ სიამოვნებისთვის, ესე დავარქვათ, ხო? რაღაცა ინსტინქტურად და მაგრამ მაგისთვის მოდიან რეალურად? თუ უბრალოდ ესე მოხდა, რომ პოტენციალი არ აქვს, რომ განვითარდნენ? ისინი ან ვინმე მოდის მაგისთვის, რომ დაისვენოს დედამიწაზე, აი ამ კითხვას? დედამიწისეული გამოცდილებისთვის მოდიან კი. ხო, რომ აი სიამოვნება მიიღონ, ანუ ესეც არსებობს. რა თქმა უნდა, არის. აშკარად ჩემი განვითარება სულიერი არ არის მაგისთვის. კი, რა სამწუხაროდ, საბედნიეროდ არ ვიცი. არის მეორე მოდელი, როდესაც თქვათ, ქალი არის ქალღმერთი და კაცი არის გმირი, ანუ მოკვდავი. და არის მეორე მოდელი, როდესაც კაცი არის ღმერთკაცი და ქალი არის ის მოკვდავი. და არის უკვე უმაღლესი განვითარება, როდესაც კაცი ღმერთია და ქალიც ქალღმერთია. ეს უკვე არ ხდება სულ ბოლოს უმაღლეს განვითარებაში. საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა მივიდეთ მაგამდე. აი რო თქვით სულიერი ერთობა რაც არის, ხო, ცხოვრების მეორე ნაწილში. ხო, და გამოცდებით სხვადასხვანაირია. ქალის გამოცდები, მძინარემზე თუ ნახავი ქვია ასეთ ქალს და უფლის წული რო კოცნის და რო აღვიწებს, ხო? ფსიქიას გზა არის ეგ არის და ვინ ურთავს ამ ტრანსფორმაციებს ამ ქალს ისევ ქალი აფროდიტე. ანუ კონფლიქტი დედამთილი ამისი აფროდიტე არის მისი დედამთილი. ანუ დედის ხატი, მამის მამაკაცის დედის ხატი ურთავს ამ ტრანსფორმაციებს. და კონფლიქტი არის ორ ქალის ორ მოდელს შორის. ერთი ქალღმერთი, რომელსაც ჩართული აქვს უკვე ეს გახსნილი აქვს ეს კუნდალინის ენერგია ქალს, თავის საშუალოსნო არის რესურსული, ეს არის აფროდიტე. და კონფლიქტში მოდის მძინარემზე თუ ნახავთ, ანუ ფსიქიასთან, რომელსაც ყველაფერს ასწავლის. რეალურად ეს გურუ ქალები ასწავლიან აი ამ ფსიქიებს და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ გოგონებს. ყველა გოგონა სატრფოს მდგომარეობაში, ხო, დასაწყისში, ყველა ფსიქია რეალურად, პრინცესა. ხო, და ამისთვის ჭირდება მას ის გამოცდილი ქალი. მე არქეტიპულად გადავიდეს სხვა არქეტიპებში და ქალის კიდე განვითარება, აი ეს რო არ თქვა კიდე არ შეიძლება. სამი მდგომარეობა კიდე და ეს კალენდარზეა გარკვეულწილად მიმული. მატერიაში არის რაღაცა ქალის ციკლები, ხო? პირველი სანამ მიდიხარ მენსტრუაციული ციკლის დაწყებამდე, შენის სქესის გაცნობიერება, მერე უკვე იწყება ციკლში ყოფნის პერიოდი, ანუ ქალი ხარ რეპროდუქციული და ამ დროს ხარ გამცემი. ანუ სიცხლე, რომელსაც შენგან გამოდის, გარდა იმისა, რომ შენი რეგენერაციის და განწმენდის წყაროა, გარდა იმისა, ის არის გაცემა. ენერგეტიკულად, ხო? ყველანაირად გამცემი ხარ და აქ უშურველი ხარ შენ. იმიტომ რომ სისხლი არის არქეტიპულად მსხვერპლშეწირვის სითხე. ყველა მსხვერპლშეწირვაში იქ მცენარეს მოწყვეთ, გრძე წამოუვა თუ მცხოველს დაკლავ თუ სულ ადრე კიდე ადამიანებს, ნუ სისხლი იღურება რა. მსხვერპლშეწირვაში სისხლის ელემენტი არის ის მეტაფორა, რომელიც არის გაცემა. გაცემა, კი, და სისხლია გაღებული.
აი ეს ქალებს აი ამ პერიოდში მუდმივად რეგენერაცია და ქალიც ამ დროს გადის მთავარ თავის ცხოვრებისეულ გზას და აგროვებს თავის ცოდნებს. და ჩვენ რატომ არ უნდა შეგვეშინდეს, როცა ეს ციკლი მთავრდება და დგება მენოპაუზა, მესამე ამ დროს რა ხდება? უბრალოდ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ შენ უკვე გადადიხარ ბრძენი ქალის მოდელში. უკვე სისხლის გამღები კი არა ხარ, ამ სისხლის შემონახავი ხარ უკვე. შენ გაეცი უკვე, ქალმა ჩვენ გავეცით უკვე მთელი ჩვენი პერიოდი, აი ეს ჩვენი ენერგია, რესურსები ავაყვავეთ გარემო დრო შენახვის ენერგეტიკულად და ჩვენ ვართ უკვე მასწავლებელი, გურუ და ჩვენ გოგონებს უკვე ვასწავლით აი ამ ეს გზა როგორ გაიარონ. ამიტომ მენოპაუზაში გადასვლა საშიში და ტრაგედია არ არის. ეს არის ბრძენი ქალის არქეტიპი, ქურუმი ქალის არქეტიპი. მეტა სქესობრივი მდგომარეობა. საერთოდ გინდ ქალი იყოს, გინდ კაცი იყოს, ბავშვი და მეორეს მხრივ მოხუცი. აი ეს არის მეტასქესობრივი მდგომარეობა. არც ბავშვს აქვს სქესი და არც მოხუცს აქვს სქესი, ხო? და ამიტომ არის რომ ხშირად ბავშვი და ასაკში გავართ ერთმანეთს და აი მე შინაგანი ბავშვი კიდე მე უფრო კიდე ყვავის და ბედნიერია, ხო? ამიტომ რა არის პრობლემა, როდესაც ჩვენ გვეკარგება ზღვარი ჩვენს რეალ მოდელსა და მოცემულობას შორის, ხო? გავყვეთ უნდა ლოგიკურად აი ამ თუმცა მანდაც არის ერთი მომენტი, რომ თუ ჩვენ რაღაცა დასაწყისში ქალური დეფიციტი გვქონდა, ანუ ჩვენი აფროდიტე იყო რეპრესირებული, ხო? მე ივსება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამის შევსება. არ შეიძლება ამის იგნორირება არაფრით არ შეიძლება. ეხლა კომიკური სცენარებით კი არა, მაგრამ რეალურად ეს ქალურობა ჩვენ ბოლომდე მივყვება, რომ თქვათ გადავედით იმ ბრძენი ქალის არქეტიპში, ქალურობა არსად გამქრალა. სად გაქრა ქალურობა, არსად არ გამქრა. სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნ თქვამდე ქალი ქალია. ეს ქალურობა ბოლომდე მოვყვება. ძალიან მიყვარს ქალებიდან. ძალიან ისეთი ქალი ვარ მე ყოველთვის, ქალების დამცველი და ძალიან ქალების მხარეს ვარ მოკლედ. ხო და ქალების მხარეს რო ვარ, ამიტომ ვთქვი რომ არ მინდა რომ ქალი გადავიდეს ამ მასკულანურ ენერგიაში. ის ქალის უზარმაზარი ძალა იმ მასკულანურზე მეტიც არის მისი თავისი ენერგეტიკით. ისეთ რამეს შეძლებს, ისეთ კედელს ჩამოანგრევ, იმოდენა აისბერგს გაადნობ აი ამ შენი ენერგიით, შენი ქალური ენერგიით და სიბრძნით, რომ ამას ვერცერთი მასკულანური ძალა ვერ გააკეთებს. ხო და რატო ვამბობთ ვარს ამაზე? არ ვამბობთ ვარს ამაზე, პირიქით. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. და მე მგონი უსაზღვროთ ვისაუბრებთ ამ თემაზე, არ გვეყო აშკარად ჩვენი დრო, მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მაყურებელიც სასარგებლო ინფორმაციას წაიღებს და სწორად გაგვიგებს და განსაკუთრებით ფემინური ენერგიების გახსნაში დაეხმარება. მადლობა. მადლობთ.